რუსული ინტერვენციის შედეგად დღემდე დევნილობაში 30,000-მდე პირი რჩება და აბომბილი ადგილებიდან ადამიანებმა საკუთარი კარ-მიდამოების დატოვება აგვისტოს ომის პირველივე დღეებიდანვე დაიწყეს. Როგორც ცხოვრობენ ოჯახები, რომლებიც საკუთარი მიწა-წყლიდან იძულებით გამოდევნეს და რა შეიცვალა მათთვის 6 წლის შემდეგ, ნახეთ რუსუდან აბაშიძის რეპორტაჟი. 2001 სახლი წეროვანში რუსული აგრესიის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება. ახალი სოფელი მცხეთის მახლობლად 6 წლის წინ დაარსდა, როცა ახალგორიდან ქვედა და ზემო ლიახვის ხეობის ქართული სოფლებიდან ტოლვინი მოსახლეობა დედაქალაქისკენ დაიძრა. რუსული თვითმფრინავების მიერ დამბომბილი ქალაქებიდან ტოლვინმა ადამიანებმა საკუთარი კარ-მიდამოების დატოვება ომის პირველივე დღეებიდანვე დაიწყეს. ქვეყანაში დამძიმდა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სოციალური მდგომარეობაც. მაშინებმა მთავრობამ დევნილთა თავშესაფრებზე სრულად 15 აგვისტოს დევნილთა აღრიცხვით დაიწყო. წეროვანი, კოდა, შავშვები, ვერხვები, იქ სადაც გაშლილი ველები იყო 18,866 ადამიანმა ცხოვრება თავიდან დაიწყო. მათთვის მთავრობამ შეღავათიანი სესხებით, ევროკომისიის გრანტებით 3,963 კოტეჯი ააშენა, შეისყიდა 453 სახლი და რეაბილიტაცია ჩაუტარა 1500 ბინას. აქ ყველა სახლი ერთნაირია, ერთი შეხედვით საცხოვრებელი პირობებით თანაბარი ჩანს, თუმცა როგორც ყველა სხვა დასახლებაში აქაც არიან შეძლებული და შედარებით გაჭირვებული ოჯახები, მაგრამ ყველა მათგანს ომის საშინელი მოგონება და დევნილობის სევდიანი ისტორია აერთიანებთ. ისე შევშინდით, ზოგი ტყეში გარბოდა, ზოგი საწოლს. 6 წლის წინ დაარსებული დროებითი დასახლებები დევნილებს უკვე სტაბილურ საცხოვრებლებად მიაჩნიათ, რადგან სადავო ტერიტორიაზე წარმოქმნილ კონფლიქტს 22 წლის ისტორია აქვს. სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გამო გაჩაღებული 5-დღიანი ომის მიერ დატოვებული იარები რეგიონს დღემდე ატყვია. იქით ჯარი და მეშინია, რა ვიცი რა ხდება, პატარა ბავშვი მყავს სახში და ყოველთვის შიშის ქვეშა ვარშილო და მეშინია. 2 წლის წინ რუსმა სამხედროებმა ახალგორში სადემარკაციო ხაზი გადმოსციეს. მავთულხლა ართების მიღმა დარჩა საკარ-მიდამო ნაკვეთები და სასაფლაოები, რომელთა მონახულება ახლობლებს ეკრძალებათ.